ნახტომის გაზრდა თუ გინდა ყოველ ვარჯიშზე დაახლოებით 9%-ით საუკეთესო ვარჯიშს გეტყვი ვიდეოს ბოლოს, ამიტომ დარჩი ბოლომდე. სპორტულმა მეცნიერებმა შეაჯამეს ყველა გამოკვლევა, რაც კი ჩაუტარებიათ პლაიომეტრიკულ ვარჯიშებზე და გამოავლინეს 4 საუკეთესო ვარჯიში. გამომიწერე სანამ შემდეგებს და ბოლო საუკეთესოს გეტყვი. ერთ-ერთი არის squat jump-ი, რომლის დროსაც უნდა ჩაჯდე სანამ ახტები და როდესაც ხტები, იმის ნაცვლად რომ ხელები ზევით ააყოლო, პირიქით ქვევით ჩამოგაქვს ხელები. კიდევ ერთ-ერთი არის counter movement jump-ი, რომლის დროსაც საერთოდ არ იყენებ ხელებს ნახტომისას. ხელები რომ არ გამოიყენო, უნდა გქონდეს მენჯებზე, შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხარო მუხლები და 1 წამის განმავლობაში დააპაუზო. მუხლები უნდა მოხარო დაახლოებით 45 გრადუსით. სწრაფად რომ მოხრი მუხლებს, 1 წამი დააპაუზებ, მერე ახტები რაც შეიძლება მაღლა. შემდეგი არის იგივე, უბრალოდ ვიყენებთ ხელებს, ოღონდ არა ტრადიციულად. ხელები თავიდანვე უნდა გქონდეს ზევით აწეული, რაც შეიძლება სწრაფად მოხაროთ მუხლები, 1 წამის განმავლობაში უნდა დავპაუზდეთ და 45 გრადუსით უნდა გქონდეს მოხრილი მუხლები და ისე ავხტეთ, რომ ხელები ავიქნიოთ ზევით. შემდეგი არის drop jump-ი, რომლის დროსაც როგორც კი ვეშვებით ზედაპირზე, ეგრევე ვცდილობთ, რომ ავხტეთ მაქსიმალურად. არანაირი ძალის კონცენტრაციის გარეშე, ეგრევე როგორც კი დავეშვებით, ეგრევე უნდა ავხტეთ. ამაღლებული ზედაპირის სიმაღლე არ უნდა იყოს ძალიან მაღალი, უნდა იყოს დაახლოებით თქვენი მუხლის ოდნავ ქვევით. და სანამ აქედან საუკეთესოს ვიტყვი, იქამდე აუცილებლად უნდა გითხრა, რომ სიამოვნებით მოგეხმარები ნახტომის ზრდაში, ჩემი ვარჯიშებით ფიტნესში, ან ნახტომის ონლაინ პროგრამით, რომელიც შეგიძლია შენით გააკეთო სახლის პირობებში. ამ 4 ვარჯიშიდან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ეფექტური არის drop jump-ი, რომლის დროსაც 8.8%-ით გიუმჯობესდება ნახტომი ყოველ ვარჯიშზე. აი ზუსტად ასე მარტივად.